მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ დავით ლაცაბიძე და ეს არის ჩემი მე-9 ვიდეო. დღევანდელ ვიდეოში მინდა გესაუბროთ საქართველოში გავრცელებულ გველებზე, შხამიანზეც და უშხამოზეც. ძალიან ბევრი ყავს, დაახლოებით 20 სახეობის გველია საქართველოში გავრცელებული და აქედან 4 არის მხოლოდ შხამიანი და ამ 4-დან ერთი არის განსაკუთრებულად შხამიანი, რომელსაც ქვია გიურზა. მოგაწოდებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავარჩიოთ, შხამიანია თუ არა და როდესაც შევხვდებით, რა უნდა გავაკეთოთ. ასევე თუ მოხდა ესეთი სიტუაცია, რომ გვიკბინა, დაგვგესლა, ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ. ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება, ასე ვთქვათ, გამოგადგებათ პრაქტიკაში, იმიტომ რომ ძალიან გავრცელებულია საქართველოში, თითქმის ყველა კუთხეში შევხვდებით შხამიან გველსაც და უშხამო გველსაც. ამ ვიდეოს ჩაწერა იმიტომ გადავწყვიტე, რომ ადრე ბავშვობაში, უბანში რო ვისხედით ბავშვები, ასე ვთქვათ, ჩვენმა ძმაკაცებმა, პატარებმა მოიყვანეს უბრალოდ ბოთლში დაჭერილი გველი, რომელიც კაცს დაუჭერია, როგორც თქვეს მაშინ, კაცს დაუჭერია ბოთლში და როცა ხელში ავიყვანე, ისეთი აგრესიული იყო და ისე იკბინებოდა, მეთქი არ შემჭამოსთქო ფიქრობდი და საერთოდ ვერ ხვდებოდი ეს შხამიანი იყო თუ რა გველი იყო, საერთოდ ვერ ვარჩევდი და შემდეგ უფროსებს რო ვკითხეთ და ვაჩვენეთ, გითხრეს რომ თურმე ეს გველი ყოფილა გიურზა. მოკლედ გიურზა არის ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველი, რაც კი საქართველოშია გავრცელებული და არა მარტო საქართველოს მასშტაბით, მსოფლიოს მასშტაბითაც გამოირჩევა, ანუ კატეგორიების მიხედვით, თავისი შხამით და მომაკვდინებელი ეფექტით. მოკლედ ახლა მე ვიმყოფებით ჩემს სოფელში და გადავწყვიტე რომ აქედან ჩამეწერა ვიდეო. ძალიან კარგი სოფელია, სოფელი რუისი, ალბათ ყველას გეცოდინებათ, იმიტომ რომ დასავლეთისკენ რომ მიდიხართ, აი გზაც მოჩანს ახლა დასავლეთისკენ როდესაც მიდიხართ, დაინახავთ ხელმარჯვნივ, ძალიან დიდი სოფელია, დიდი დასახლებაა, ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს, სტუმართმოყვარე ხალხი ცხოვრობს და ძალიან მიყვარს ეს ადგილი, ასე რომ ვთქვათ. აი ასევე ეს ჯვარი, ახლა როგორც ჩანს კადრში, არ ვიცი, ამხელა ჯვარია. აი ეს არის პაპაჩემის აგებული, გზიდანაც დაინახავთ ხოლმე, აი რამ ხელა მასაა, წარმოვიდგინეთ. ძალიან დიდია. დაახლოებით 20 მეტრი იქნება, ალბათ 25 მეტრი სიმაღლეში. შხამიანი გველები ძირითადად საქართველოს ყველა ტერიტორიაზე გავრცელებული, მაგრამ განსაკუთრებით, აი გიურზას გამოვყოფ ახლა, განსაკუთრებით გიურზა გავრცელებულია ქვემო ქართლის ტერიტორიაზე. იმიტომ რომ ის არის ნახევარუდაბნო, ძალიან ცხელი ზონაა, ცხელი წერტილია და გველებს იზიდავს სითბო, იმიტომ რომ როგორც იცით, ცივსისხლიანია გველი და ის მზისგან გამოცემული სითბო ძალიან უყვარს და ეფიცხება ხოლმე ხშირად მზეს. შხამიან გველებს უყვართ ბუჩქებთან, ბუჩქის ძირას წოლა, ქვებთან, აი სადაც ნანგრევებია ხოლმე, ნარჩენებია, რაღაცა საყოფაცხოვრებლო ნარჩენები სადაც არის განსაკუთრებით, აი ეგეთი ადგილები უყვართ, იმიტომ რომ მღრღნელები ბუდობენ ხოლმე ესეთ ადგილებში და გველებსაც რა თქმა უნდა მოსწონთ ესეთი ადგილები, იმიტომ რომ საკვებია მათთვის რა, ეს თავგები ვირთხები და ასე შემდეგ. ასევე ყოფილა სიტუაცია, რომ სარდაფშიც აღმოუჩენიათ, ამიტომ ჯობია მოვაწესრიგოთ ჩვენი ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, მაქსიმალურად გავწმინდოთ ძველი ნარჩენებისგან, სამშენებლო მასალებისგან და ასე შემდეგ, რომ ნაკლები იყოს შანსი იმის, რომ გველმა დაიბუდოს ჩვენს ადგილზე. არსებობს ასევე მითები, რომ გველს არ ფრთხობს რაღაცა კირის დაყრა და ასე შემდეგ. არაფერი არ აფრთხობს მეგობრებო, ჩვეულებრივად შეუძლია ის დაყრილი კირი რაც არის გადმოკვეთოს და შემოვიდეს, შემოისერნოს ჩვენს სარდაფებში და ასე შემდეგ. პირველი წესი არის, რომ უნდა იყოს სისუფთავე და მოწესრიგებული ადგილი, რომ ნაკლები შანსი იყოს მღრღნელების გაჩენის და ასე ვთქვათ, შემდეგ უკვე გველის დასახლების რა. მოკლედ დღეს მინდა შევეხო და გამოვყო ერთ-ერთი ყველაზე შხამიანი გველი გიურზა, იმიტომ რომ ამასთან გვიწევს ყველაზე მეტი სიფრთხილის გამოჩენა, რადგან ეს არის ყველაზე შხამიანი და მომაკვდინებელი, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ ვისაუბრებ ამ გველზე დღეს და განვიხილავ ამ გველს უფრო მეტად ვიდრე სხვა გველებს. სანამ ამ გველს განვიხილავ, გეტყვით, როგორ უნდა გავარჩიოთ შხამიანი და უშხამო გველი ერთმანეთისგან. ესე იგი, უშხამო გველს ჩვეულებრივად წვრილია
ძალიან წვრილი ტანი აქვს და ასე ვთქვათ, თავიც აქვს ტანის სისწორეზე, ანუ მომგვალებული თავი აქვს ჩვეულებრივად და მიხვდებით, რომ უშხამოა. ასევე გამორიცხულია, რომ აგრესია გამოიჩინოს, კი არსებობს ახლა რამოდენიმე სახეობა აგრესიული, მაგრამ ძალიან ნაკლებია შანსი იმის, რომ აგრესია გამოიჩინოს. პლუს ამას თვალებიც აქვს, აი თვალის გუგებს რო ეძახიან, ეგეც აქვს მრგვალი და რაღაცნაირი საყვარელია, ასე რომ ვთქვათ რა, ვიზუალურად მიხვდებით, რომ არის უშხამო გველი. არც შხამიანი და არც უშხამო არ უნდა მოვკლათ, მეგობრებო. აი ძალიან ცუდია, როდესაც გველს ვკლავთ რა. მოკლედ, ჯობია მოვერიდოთ და გავეცალოთ თუ დავინახეთ შორიდან რა. ახლა გეტყვით როგორ უნდა შევამჩნიოთ, რომ შხამიანია გველი. დამიჯერეთ, არ გაგიჭირდებათ განსხვავება, იმიტომ რომ როდესაც შხამიან გველს დაინახავთ და წააწყდებით, აი რადიკალურად სხვანაირია რა. სამკუთხედი თავი აქვს, საშინელი ვიზუალი აქვს მართლა რა. თვალის გუგებიც აქვს რაღაცნაირი ვერტიკალური, აი კატას როგორც აქვს ხოლმე წვრილი ვერტიკალური. ტანიც აქვს სქელი, ზოგადად ანუ კუდი აქვს ვიწრო და ეგრევე სქელდება რა. ანუ უშხამო გველი ხო არის პირდაპირ ერთი ზომის პირობითად, ეს არის აი ცოტა წვრილია და ეგრევე სქელდება და თავთან დაბოლოებაში უვიწროვდება ცოტა და მერე უკვე სამკუთხედი თავი აქვს ხოლმე. ანუ სხეულის ბოლოს რა. მაგითაც შეგვიძლია მარტივად რომ მივხვდეთ, რომ შხამიანია გველი თავისი სხეულის ფორმით. ახლა გეტყვით თუ როგორ უნდა მოერიდოთ და რა საშიშროება არსებობს გველისგან. ზოგადად გველისგან არანაირი საშიშროება არ არსებობს, რადგან ის პირველი ჩვენ თავს არ გვესხმის, იმიტომ არ გვესხმის თავს, რომ როგორც ჩვენ გვეშინია მისი, მასაც ანალოგიურად ეშინია ჩვენი და ყოველთვის ცდილობს, რომ გაიქცეს და მოგვერიდოს. გიურზა ასეთი არ არის, მაგრამ გიურზაც ცდილობს, რომ მოგვერიდოს და ასე ვთქვათ, აგვარიდოს თავი რა. იმიტომ რომ საფრთხეს გრძნობს ჩვენგან, როგორც ჩვენ გრძნობთ საფრთხეს მისგან. თუ შევხვდებით სადმე და დავინახეთ, დაახლოებით 3 მეტრი არის უსაფრთხო გიურზასთან, იმიტომ რომ ძალიან დიდი ნახტომი აქვს, შეუძლია, რავი, მეტრიდან 2 მეტრამდე გადახტომა, ანუ კბენის დროს გადახტომა შეუძლია და მოგწვდეს რა. ხო და 3 მეტრი არის უსაფრთხო დისტანცია დაახლოებით, 3 მეტრის იქით არ უნდა მიუახლოვდეთ. თუ დავინახეთ, ჯობია ნელ-ნელა გვერდი აუვაროთ და გავეცალოთ, ის აგრესიას არ გამოიჩენს და ის მითიც არ დაიჯეროთ, რომ რაღაცა გამოკიდება ეთის გველმა. გამორიცხულია, რომ გამოგეკიდოთ, მაქსიმუმ ერთ ადგილზე გაჩერდეს და იქიდან ხმა გამოსცეს, რომ ასე ვთქვათ, მიგვანიშნოს ის, რომ ჩვენ თუ მიუახლოვდებით, ის თავს დაგვესხმება. ამიტომ არ მიუახლოვდეთ და აუვაროთ გვერდი. თუ მოხდა ისე, რომ ბუჩქებში შევედით და ხმა გავიგეთ, ანუ სპეციფიკური ხმა აქვს, განსხვავებული ხმა აქვს და მიხვდებით, რომ გველია, ის ამით გვანიშნებს, რომ გავეცალოთ რა. ჩვენ თუ გადავკვეთეთ ის უსაფრთხო ზონა, მისთვის უსაფრთხო ზონა დაახლოებით 3 მეტრი თუ გადავკვეთეთ, გვანიშნებს იმას, რომ თავს დაგესხმევიო რა, გამეცალეო, მომერიდეო. ძალიან ნაკლებია შანსი იმის, რომ არ გვიკბინოს, მაგრამ მაინც თუ დაიწყო, ასე ვთქვათ, სპეციფიკური ხმის გამოცემა, გვაქვს შანსი იმის, რომ არ დავგვინოს რა. ამიტომ შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რაღაცა ყვირილი არ დაიწყოთ, უეცარი მოძრაობა არ დაიწყოთ, იმიტომ რომ ამას საფრთხე აღიქვამს და აუცილებლად წამოვა აგრესიაზე რა და აუცილებლად გვიკბენს. შვიდად და წყნარად ჯობია ცოტა ხანი დაველოდოთ, დამშვიდდეს და ნელ-ნელა უკან დავიხიოთ. ახლა გეტყვით, თუ მოხდა ისეთი სიტუაცია, რომ გველმა გვიკბინა, როგორ უნდა მივხვდეთ პირველ რიგში, რომ შხამიანმა გვიკბინა. მივხვდებით მარტივად, რომ ორცალ ნაკვალევს ტოვებს ხოლმე, ეშვის ნაკვალევს კანზე, 2 წერტილია ხოლმე, პატარა წერტილი და ასევე იწყება ძალიან ძლიერი ტკივილი კბენისთანავე რა. ძალიან ძლიერი ტკივილი ვითარდება, შეშუპება ვითარდება იმ ადგილზე, სადაც ნაკბენი გვაქვს და მარტივად მივხვდებით მოკლედ აი ამით, რომ ეს არის შხამიანი გველის ნაკბენი რა. როდესაც მივხვდებით, რომ შხამიანმა გველმა გვიკბინა, კარგი იქნება, რომ დავიმახსოვროთ მისი სხეულის ფორმა და ასევე თავის სხეულზე ის რაღაცა ფიგურები, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ გავიგოთ, რომელი გველი იყო. რომ შემდეგ უკვე ექიმებმა სწორად გვიმკურნალონ რა, იმიტომ რომ განსხვავდება ზოგადად მკურნალობის მეთოდები რა. შეიძლება საერთოდ არ დაგჭირდეს ის ანტიგიურზა და რაღაც განსაკუთრებული პრეპარატები, იმიტომ რომ
ანტიგიურზის გაკეთება ძალიან ცუდ შედეგს იწვევს ხოლმე სამომავლოდ, იმიტომ რომ თირკმელებზე მოქმედებს და ასე შემდეგ. ეხლა არ განვიხილავ და გავშლი ამ თემას, რას იწვევს და როგორ იწვევს, იმიტომ რომ ძალიან ცუდი შედეგი აქვს მესმის გადავრჩებით, მაგრამ სამომავლოდ ჯანმრთელობის ძალიან დიდი პრობლემები იქნება, იმუნური სისტემის დაქვეითება და ასე შემდეგ. ამიტომ კარგი იქნება რომ დავიმახსოვროთ, რომელმა გველმა გიკვინა რომ შესაბამისად გვიმკურნალონ და რაღაცა ასე ვთქვათ კრიტიკული მედიკამენტები არ გაგვიკეთონ რა. როდესაც უკვე მოხდება დაკბენა, ჯობია გავეცალოთ რა თქმა უნდა პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ კიდე მიუახლოვდით და გადავწყვიტეთ რომ დავიჭიროთ ან რაღაცა, მეორე თუ დაგვკვინა, ეს უფრო გაგვირთულებს საქმეს რა. იმიტომ რომ ორმაგად შედის შხამი და ორმაგი რაოდენობა შედის ორგანიზმში შხამის და ძალიან გვიმძიმებს სიტუაციას, ამიტომ ჯობია გავერიდოთ და არ გადაწყვიტოთ რომ დაიჭიროთ ან რაიმე მსგავსი. გავერიდოთ, ცოტა მოშორებით, დავჯდეთ ერთ ადგილზე, მოვისვენოთ და პირველი რაც არის, არ უნდა დავპანიკდეთ რა. პანიკა არის დამღუპველი ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ როდესაც პანიკაში ვარდება ადამიანი, გული უჩქარდება და გული სწრაფად ამოძრავებს სისხლს ორგანიზმში და შხამის რა თქმა უნდა სწრაფად გადაადგილდება და უფრო სწრაფად იწვევს ორგანიზმის შიდა ორგანოების დაზიანებას რა. ხო და დაჯექით, დამშვიდით, დაწყნარდით, სითხე თუ გაქვთ, ანუ წყალი თუ გაქვთ, ძალიან ბევრი წყალი უნდა დალიოთ, არანაირი ალკოჰოლი და სხვა, ასე ვთქვათ, სასმელები. ყველანაირი სასმელი გამორიცხეთ წყლის გარდა, ძალიან ბევრი წყალი უნდა დალიოთ. ის ადგილი, სადაც გიკვინათ, არანაირად არც სპირტით არ უნდა ჩამოიბანოთ, ჯობია წყლით ჩამოიბანოთ. და არ გადაწყვიტოთ რომ ლახტი დაიდოთ ან რაღაცა მსგავსი, აი ისიციან ხოლმე რა, გავრცელებული იყო ხოლმე ამოწოვა იმ ადგილის რა, იმიტომ რომ შხამს ასე ვთქვათ გამოვიტან ორგანიზმიდან, მაგრამ ვერ გამოიტანთ რა. ანუ პირში, როდესაც გროვდება შხამი, თუ ღრძილი გვაქვს დაზიანებული და გქონი ისეთი ადამიანი არც არსებობს დღეს, ვისაც რაღაცა პატარა დაზიანება მაინც არ ქონდეს ღრძილზე, ჩათვალეთ რომ ღრძილიდანაც შედის ჩვენს ორგანიზმში შხამი და როგორც იცით, ღრძილი არის ტვინთან ძალიან ახლოს და ასე ვთქვათ, ჩვენი ნერვული სისტემა და ყველაფერი ძალიან მალე ზიანდება უფრო რა. იმასაც გააჩნია, რა რაოდენობის შხამი მოხდა ჩვენს ორგანიზმში, ასევე გველის ზომასაც. ძალიან დიდი ზომის გველი თუ არის, რა თქმა უნდა, ბევრი შხამი აქვს თავის ჯირკვლებში და უფრო მეტი შხამი შედის ორგანიზმში. ამიტომ რაც უფრო ნაკლები შხამი მოხდება ორგანიზმში, უფრო მეტი დრო გვაქვს სამოქმედოდ. დაახლოებით 1 საათიდან 3 საათამდე გვაქვს დრო, რომ აღმოგვიჩინოს სამედიცინო დახმარება და გვიმკურნალონ და გადავრჩეთ რა. რაღაც უპასუხისმგებლოდ არ უნდა მოვექცეთ ამ ყველაფერს. ჯერ ვერც მოვექცევით, იმიტომ რომ ისეთი ძლიერი ტკივილი აქვს და ამ შემდეგ გამორიცხულია რომ ამ ყველაფერს უპასუხისმგებლოდ მოვექცეთ. ამიტომ კბენისთანავე ჯობია რაც იქნება პირველი ეტაპი, სასწრაფოში დარეკოთ, დამშვიდეთ, დაწყნარდეთ და მიიღოთ ძალიან ბევრი სითხე. არ გადაიჭიროთ იმ ადგილზე ლახტი, ზოგადად გველი, როდესაც კბენას ახორციელებს, ეხლა თუ სადმე ხეზე არ არის და ასე შემდეგ, მიწაზე თუ აპირობითად, დაახლოებით კოჭიდან მუხლამდე რა, მაგაზე მაღლა ვერ კბენს. ხო და არ გადაწყვიტოთ რომ რაღაც ბარძაღზე ლახტი დაიდოთ იმ მიზნით რომ ორგანიზმში შხამი არ გავრცელდეს რა. ლახტს როდესაც დაიდებთ, ჩათვალეთ რომ ასე ვთქვათ, ფეხი გექნებათ მოსაჭრელი რა. ამპუტაცია დაგჭირდებათ რა. ანუ ისედაც გადარჩებით ჩვეულებრივად არ არის მომაკვდინებელი რა. თუ ძალიან ალერგიული არ არის ადამიანი, მაგრამ არც ალერგიულებისთვის არ არის, ასე ვთქვათ, მომაკვდინებელი გველის დაგესვლა. ამიტომ ჯობია არც ლახტი დაიდოთ, არც ამოიწოვოთ, არც მოიწვათ ის ადგილი და ასე შემდეგ. ჩამოიბანეთ უბრალოდ, ბევრი სითხე მიიღეთ, დაჯექით ერთ ადგილზე და დაელოდეთ სასწრაფოს რა. სამოქმედო დრო ძალიან ბევრი გაქვთ და ჯობია აი ამ სწორი ტექნიკის გამოყენებით და სიმშვიდით, ასე ვთქვათ, გადავრჩეთ და შევინარჩუნოთ ჩვენი სიცოცხლე რა. ძლიერ მოქმედი შხამი აქვს გიურზას და ამიტომ მასთან უფრო, ასე ვთქვათ, ფრთხილად უნდა ვიყოთ და თუ დავინახეთ, მოვერიდოთ რა. სხვა გველებსაც უნდა მოვერიდოთ, მაგრამ გიურზასთან განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს, იმიტომ რომ მისი შხამი უფრო მომაკვდინებელია რა. გვაქვს, რა თქმა უნდა, გადარჩენის შანსი,
მაგრამ ჯობია მოვერიდოთ და გავეცალოთ. თუ არ ხართ პროფესიონალები და არ გქონიათ გამოცდილება და შეხება აქამდე, არ გადაწყვიტოთ რაღაცა ექსპერიმენტების ჩატარება, მისი დაჭერა, თორე ჩათვალეთ რომ დამარცხებულები გამოხვალთ რა. ძალიან სწრაფია და ისე სწრაფად დაგკმენთ, ვერც მიხვდებით და ვერც გაიგებთ, სანამ ტკივილი არ დაგეწყებათ რა. ამიტომ მოერიდეთ და აუარეთ გვერდი ყოველთვის. თუ პროფესიონალები არ ხართ და უშუალოდ თქვენი საქმე არ არის რაღაცა გველის დაჭერა და მისგან ასე ვთქვათ ის შხამის გამოდევნა, იმიტომ რომ შხამი როგორც მომაკვდინებელია, ასევე სასარგებლოც არის, ძალიან ბევრ მედიკამენტებში იყენებენ და სამედიცინო დანიშნულებაც აქვს. ასევე ანტიგიურზაშიც რაღაცა დოზით თუ არ ვწდები შედის შხამი. მოკლედ პირველ რიგში აუცილებლად გაითვალისწინეთ ის უსაფრთხოების წესები, დანარჩენი ყველაფერი იქნება კარგად რა. არასდროს თავს არ დაგესმევთ პირველი გველი. დაგემშვიდობებით ახლა ამ ვიდეოთი. წინ ძალიან საინტერესო ვიდეოები გელოდებათ. აი აქედან მოჩანს ახლა, არ ვიცი, კადრში როგორ ჩანს, წინ არის თრიალეთის ქედი. აუცილებლად ჩემი ბავშვობის ნატვრა იყო. უნდა წავიდე აი იმ მთებში და იქიდანაც აუცილებლად შემოგთავაზებთ ძალიან მაგარ ვიდეოს. ხო და ეს ვიდეო თუ ავა 1000 ლაიქზე, მე დავიჭერ გიურზას აუცილებლად და გაჩვენებთ ახლოდან. დაგემშვიდობებით, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და წარმატებებს გისურვებთ. ნახვამდის.